მადლობა ინტერესისთვის. ძალიან მარტივია, ქართული ოცნების ყურმოჭრილმა, ანუ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს იჭერენ და ციხეში სვამენ. და ქართული ოცნების წევრებს უჩნდებათ ჯერ მარტო კითხვა, რომ ეს ხალხი რო ციხეში ჯუანშერ ბურჭულაძე, ეს გვარები და სახელები ბოდიში, მაგრამ მაგაცაც ვერ ვიმახსოვრებ, აგერ ღარიბაშვილს რაც ემუქრება და ასე შემდეგ, ხო? ის რატო არის, ანუ იგივე ესეც რაღაც ბრალი რო წაუყენა კიდე დამატებითი საბოტაჟის თუ ასე შემდეგ, ხო? რეალურად ქართული ოცნების რიგებში ეხა არის პანიკა. ჩვეულებრივი პანიკა. რეალურად ოპოზიციის წევრებს ნაკლებად ეშინიათ დღეს დაჭერის, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან, ახლა 13 წელია იჭერენ, ხო? და ვიდრე ქართული ოცნების ყურმოჭრილი მონები, რომლებიც აი ახლა ის კაცი რომ დაიჭირეს ის კრისტალის კაცი. ეგეთი რამე წარმოგიდგენია ემა, რომ სათხილამურო ტრასა გავჭრა, ისე რომ სისტემასთან ეს ყველაფერი დალაგებული არ ქონდეს, ან საბაგი რო გავაბა, მესმის რომ რაღაცა ჩემაგარაკ სართული დავაშენო და აი სათხილამურო ტრასა და მე მთავრობა ჩამოვიდეს ტაში მიკრა ოლიმპიადა ჩაატაროს, არ ვიცი. ანუ ეს ტრასა ხო ფუნქციონირებს. და არის კითხოს რამდენად ასე ვთქვათ, მე დარწმუნებული ვარ. არა, არც არავის არ უკითხავს, იმიტომ რომ ამ სისტემ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში არ არსებობს წესები. ერთადერთი წესი, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, არის რომ პერსონალური არხით დალაგებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, სისტემასთან, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. რა წუთში შენს არხს ღარიბაშვილი იქნება ეს ლილუაშვილი იქნება თუ კობახიძე ხვალზე, ხო? აერევა ბიძინა ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილი მას მოღალატეთ ჩათვლის, ხო? შენ შეგეხება ზუსტად ისეთივე უსამართლო სასამართლო, რაც შეეხო თავის დროზე ვანო მერაბიშვილს, რაც შეეხო თავის დროზე მიშა სააკაშვილს. ანუ ეს ყველაფერი ახლა მათ შორის მიშას ციხეში გადაყვანაც ემსახურება ამ ოფიციალური მიზეზის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არათუ მჯერა, რამე ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. არაში იტყუებოდა? არა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის ძალიან ბევრ ნაბიჯს გამდა იმისთვის, რომ თავი გაეთავისუფლებინა ციხიდან, შიმშილობიდან დაწყებული. შიმშილობა თვითონ ქონდა გამოცხადებული, აბა მე ხო არ მქონდა გამოცხადებული. ეხა ხო აღარ შიმშილობს, ხო? რა ბოდიში, მაგრამ თქვა ამ რაღაცა ფანტაზიორობის ვისაც ჯერა, მე იმის გონებრივ მონაცემებს პატივს არ ვცემ და უსინდისოდ მივიჩნევ, ხო? ანუ ეხლა რაღაცა ის ვერ გადაურჩა სააკაშვილი პუტინის მოწამლას და აი უკრაინაში ვერ იპოვა და ეხლა ღარიბაშვილს გომელაურებს და ვიღაცებს. არაფერი, ანუ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ზუსტად ისე, როგორც გაგიკვირდებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ ღარიბაშვილიც იქნება პოლიტიკური პატიმარი. იმიტომ რომ არც ერთის და არც მეორის დაკავების მოტივი დანაშაულის აღკვეთა არ ყოფილა. ორივე შემთხვევაში მოტივი იყო პოლიტიკური. ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კაცი პოლიტიკურ წინააღმდეგობას წევდა და ეს ღარიბაშვილსვე აქ აღიარებული პოლიტიკიდან რო წასულიყო არ დავიჭერდითო, ღარიბაშვილი პოლიტიკას არც კი გაკარებია, ბიძინას კეთილგანწყობა დაკარგა თუ არა წავიდა, მაგრამ იმის გამო რომ ბიძინას ის მოღალატე ეჩვენება და მოღალატეთ თulis, ხო? და ესეც რაც ხდება მოღალატეთ რო თulis ბიძინა ღარიბაშვილს. ესეც ხო ნორმალურია ხალხო, ეს არის ავტოკრატიის ბუნება. რატო აკეთებსო ბიძინა ამასო და რატო თავის ყურმოჭრილ მონებს ამას რატო უკეთებსო და იმიტომ უკეთებს რომ ავტოკრატიის ბუნება არის ესეთი. რატომაც სეფსისი რო გაქვს სისხლი გაწამლება და კვდები, ზუსტად იგივე ემართება ავტოკრატიას, როცა გარშემო ჯერ ქართველი ხალხი და მერე დასავლეთი უქმნის ისეთ კრიზისს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ფულს კარგავს. მისი ყურმოჭრილი მონები, რომლებიც არარავები იყვნენ ბიძინა ივანიშვილმა რომ მდიდრდებიან, გავლენა ემატებათ და სანქცირებულებიც არ არიან. ამიტომ იწყება ეჭვიანობა და შემდეგ უკვე ყველას ადგება. პრივილეგია რატო შეუზღუდეს თქო ახლა სააკაშვილს? იმიტომ რომ ქოცებთან იმართლონ თავი ეხა კობახიძე და მდინარაძე სიტუაცია აქვს დასაჭერი. და როგორ დაიჭირონ კაცო ლალი მოროშკინა გამოვარდა და რიგრიგობით მაინც ქენით ამის დედავატირეო ყვირის. ნინ შეხედეთ ისინი მთავარი სპიკერები რა დღეში არიან. მართლა საგიჟეთი ტრიალებს თვითონ თან ანუ მეწოდებიან რაღაც თვალსაზრისით. იცით რა? იმიტომ რომ სისტემასთან დალაგებულად იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ. ანუ მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული, ანუ ისინი არ გრძნობდნენ თამაშის შეთანხმებული თამაშის წესებით თამაშობდნენ და უცებ აღმოაჩინეს რომ ეს იყო აკრძალული. ამის გამო ისჯებიან, თორე ეს კი არ აღმოაჩინეს რომ აკრძალული იყო. ამის გამო ისჯებიან, რაც თავის დროზე იყო ნებადართული. ცხადია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა დაკარგეს, იმიტომ რომ ლალუაემო, ანუ აი ჩვეულებრივად კანონი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ის გიღიმის, კანონიც გიღიმის, თუ ის გებღვირება, კანონიც გიბღვერს და ხვდები მის დილეგში.
და აი ეს უნდა მოიშალოს ხალხო, აი ეს არის ჩამოსაშლელი, იმიტომ რომ ეს არ გვეხება მარტო ჩვენ, მე სულ მახსენდება რა იცი, აი წინა ხელისუფლების მოძულეებს რიგ შემთხვევაში ძალიან სამართლიანად რომ ვეუბნებოდი რომ არ შეიძლება ვანო მერაბიშვილის მიმართ რომ ესეთ რამეს უშვებთ რომ ფარცხალაძემ შეიძლება თავზე ტომარა წამოაცვას და აქეთ იქით ათრიოს და არც გამოიძიო ეს ამბავი და თუ ვანო მერაბიშვილს არ ექნება სამართლიანი სასამართლო ეს სასამართლო თქვენს კართანაც დაიჩოქებს იმიტომ რომ ეს არ იქნება უსამართლო მარტო ჩემთვის რეჟიმის მოწინააღმდეგისთვის ეს შეეხება რიგით მოქალაქეს ეს შეეხება რეჟიმის მომხრეს ყურმოჭრილ მონას რაც უჩიც ბიძინა ივანიშვილს მოელანდება რომ იმან უღალატა ან იმან საკმარისი თავდადება არ გამოიჩინა რაღაც კონკრეტულ მომენტში. თქვენ თქვით რომ აი